და მე როდესმე მოვყვები. განუგეშებს ღვთისწყალობა. ყვები ესე, მაგრამ საზოგადოება და ის დიდი ღვაწლი, რომელიც მოიღვაწა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და ჩვენ დაგვიტოვა. აი მრავალი ქვეყნიდან წერენ სამძიბრის წერილებში და აღნიშნავენ აი მის მამობრივ ამ საოცარ თვისებას, რომელიც ვრცელდებოდა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ საქრისტიანოზე. ამიტომ ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის. და მე მინდა მოგისამძიმროთ დღეს ყველას ისი უწმინდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ქონდა მას თვისება, მისი ეს სიყვარული მამობრივი მასშტაბი და ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა როგორც მთელ საქართველოს, ისევე თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდესმე ჰქონია შეხება მასთან. და საოცარი მადლი ქონდა, რომ აი ამ ადამიანებში ახდენდა დიდ ფერიცვალებას და ცხოვრება ჩვენი, ვისაც ჰქონია მასთან შეხება, უკეთესობისკენ იცვლებოდა. და არ არის შემთხვევითი, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, როდესაც ეკლესია თაყვანს სცემს თავგანწირული სიყვარულის ამ უმთავრეს ნიშანს და სიმბოლოს, პატიოსან ცხოველსყოფელ ჯვარს. და არის აი ჩვენი წმინდა სინოდის მიმართვაში იყო აღნიშნული, რომ ეს არის მინიშნება იმისი, რომ მისი უწმინდესობის ღვაწლი იყო ჭეშმარიტად მოწამებრივი. ასევე მინდა დავამატო მე, რომ როგორც უკვე გაიგეთ, დასაფლავება მისი მოხდება კვირას, როდესაც ეკლესია აღნიშნავს იოანე კიბის აღწერლის ხსენებას და მოძღვრავს ჩვენ სულიერი კიბის შესახებ, რომელიც სათნოებათა გზით მიმყვანებელია განხრთობისკენ და სულის ხონებისკენ. და შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის შემთხვევითი, რომ ის უწმინდესობაში და უნეტარესობაში ეს იყო შერწყმული, მოწამებრივი გზა და ღვაწლი და სულიერ კიბეზე უმაღლეს საფეხურზე, უმაღლესი საფეხურის მიღწევა, რომელსაც ჩვენ ხედავდით და ხედავთ. ეს არის სათნოებები, რომლებიც მან მოიხვეჭა. დიდი სიყვარული, საოცარი სიმდაბლე, მოთმინება, სიბრძნე და სხვა. შეუძლებელია დღეს ყველაფერზე ვისაუბროთ, ამ დროს გვინდა, რომ ჩვენი გული სავსეა ემოციებით და ფიქრებით და სიყვარულით. მაგრამ ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი მისი უზარმაზარი ღვაწლიდან არის ის, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დამცრობილ, დაკნინებულ, დევნილ მდგომარეობაში, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში და დაგვიტოვა ჩვენ მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ცხოვრებაში და საზოგადოების ცხოვრებაში. და დიდი სიყვარულით ქეთს ვიხრით მისი მამობრივი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდით მას ამისთვის. ჩვენი გული ივსება წუხარებასთან ერთად, როგორც გითხარით, სასოებით და იმედით, რომ უფალი მას მართალთა თანა განუსვენებს სათა სასუფეველში და მისი სახით ჩვენ შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მეოხი, მფარველი, ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა ჩვენ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება, სახელმწიფოებრივი ცხოვრება, ისე როგორც მას სურდა, ისე როგორც მას დაგვიბარა და გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება
და იმ ღირებულებებზე საბოლოოდ მყარად დაბრუნება, რომლის აღორძინებაში და გავრცელებაში უდიდესი როლი შეასრულა მისმა ღვაწლმა და მისმა ცხოვრებამ. კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ, ძვირფასო, ჩემო საყვარელო, ძვირფასო ადამიანებო, მეგობრებო. ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველი მიანიჭოს, ცათა სასუფეველში დააგვკვიდროს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სული და ჩვენ შეგვაძლებინოს ღირსეულად აღვასრულოთ ეს დღეები დაკავშირებული მის დასაფლავებასთან და ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე. ძნელია დღეს საქართველოს წარმოდგენა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს გარეშე და ეკლესიის წარმოდგენა, მაგრამ ის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება ყოველთვის. ამის ჩვენ გწამს და გვჯერა. ჩვენთან არის ღმერთი. თქვენ უსმენთ